ბეით ამიკდაში. ბეით ამიკდაშის ადგილი არის სულიერი ძალების კონცენტრაციის ადგილი. ამ ადგილას იყო ნიშანი სიწმინდის თვისებებისა. ეს ძალები, რომლებიც მოქმედებენ სულიერებაში და რომლებსაც ადამიანი ეყრდნობოდა, ეს ძალები ბატონობდნენ ადამიანზე მისი სურვილების მიხედვით და ადამიანები მის სწრაფოდნენ ამოსულიყვნენ, რათა გაერთიანებინათ ამ ქვეყნიური სულიერთან. ამ ქვეყნიურ დონეზედაც აკეთებდნენ, ასრულებდნენ იგივეს, რასაც თავიანთ გულებში, შინაგან ბეით ამიკდაში, რომელიც ადამიანის გულშია. მას მოჰქონდა აქ ქვებთან მოსავალი, მოჰქონდა აქ შემოწირულობები, თრუმოთ, მეათედები, მაასროთ. ყველაფერი, რასაც ქმნიდა, აკეთებდა, აქ მოჰქონდა, რათა ეკურთხებინა მისი ნამუშევარი. ეს იყო როგორც სიმბოლო იმ სულიერი მიდრეკილებისა, რტოლვისა, რომელიც მასში, მის სულში იყო. მაშინ არ არსებობდა სიდურები, სალოცავი წიგნები. ადამიანები მოდიოდნენ აქ და თავიანთი გულებიდან, პირდაპირ, მათი გულის სიღრმიდან ლაპარაკობდნენ. რასაც გრძნობდნენ, ისე ესაუბრებოდნენ უმაღლეს ძალას და არ ესაჭიროებოდათ სიტყვები. ბეით ამიკდაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას ემსახურებოდნენ. ქოჰენები. ისინი, ვინც სრულებით განწმენდილი იყვნენ ამ ქვეყნიური ეგოიზმისაგან, რომლებიც მაღლდებიან თავიანთ ყველა სურვილებზე უანგარო გაცემის თვისებამდე, სრულ სიყვარულამდე. და მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება მიეღოთ შემოწირულობები და მეათედები, რადგან არც ერთ მათგანს არ შეიძლება მიეღო ეს საკუთარი თავისათვის და ყველაფერს, რასაც იღებდნენ, გადასცემდნენ ბეით ამიკდაში. ეს ქოენები, ანუ სურვილები, რომელთაც ადამიანში მხოლოდ ერთი რამ უნდათ, მოიტანონ ამ ქვეყნად ცოდნა უმაღლესი ძალის შესახებ. ეს დიდი, მაღალი სურვილები არის თითოეულ ჩვენთაგანში. მოვა დრო და ისინი გაიღვიძებენ ჩვენში, ეს ქოენები. გრევა იმით, რომ დაინგრა ბეით ამიკდაში, გაჩნდა სიწმინდის ნანგრევი ადგილი. ამით გაძლიერდნენ კლიპოტები, არაწმინდა, ეგოისტური ძალები, ტუმა. და მას შემდეგ ისინი სდევენ ამ ადგილს და სურთ მისგან ვარაქის, ძალის გამოწვევა. ისინი მართლაც ასე იქცევიან და ამით ძალას გრძნობენ. ჩვენ კი ამისაგან ძალას კი არა, არამედ უღონობას, სიცარიელეს, სისაწყლეს ვგრძნობთ. და მართლაც მათ კი არა, ჩვენ უნდა დავიწყოთ გამოსწორება. მოიზიდოთ ყველა გამოსწორებისაკენ, სულიერი ამაღლებისაკენ და მაშინ ისინიც ძალაუნებურად აბაღდებიან სიწმინდისაკენ.
ეს კლიპოტები გაქრებიან და იქნება სახლი, როგორც წერია. რამე თუ ჩემი სახლი სალოცავს სახლად იწოდება ყველა ერებისათვის და იქნება ერთი ბეით ამიგდაში მთელი კაცობრიობისათვის. ერთხელ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, შაბათს პატარა ქალაქ ჯექსონში დავრჩი. ჩრდილოეთ ამერიკაში ძალიან პატარა ქალაქია. ვიყავი რომელიღაც სასტუმროში და ჩემი მეზობელი, რომელიც ჩემს გვერდით იყო და რომელთან ერთადაც ბალახზე ვისყიდი, ერთი გერმანელი, უბრალო მუშაკაცი ჩანდა, მისი ხელების მიხედვით. ის მაშინ მიხვდა, რომ ებრაელი ვიყავი. კითხა, საიდან ხარ? ვუთხარი, რომ ისრაელიდან ვიყავი. მას მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა და მართლაც ძალიან სერიოზული კითხვა. მან ის ტკივილით იკითხა, რატომ არ აშენებთ ბეით ამიგდაშს? მაშინ მიუგე, როგორ შეიძლება ბეით ამიგდაშის აშენება, თუ კი გულში ნანგრევები გვაქვს თქო. მან გაიგო ეს და სთქვა, მაშინ ამით დავიწყო. ლოცვა. დავიწყოთ გულიდან. ვითხოვოთ გამოსწორება. გამოსწორების თხოვნას ლოცვა ეწოდება. ეს ის არაა, რაც სიდურში სერია. არა. ეს ისაა, რაც ადამიანის გულში სერია. თხოვნა ძალისა. ითხოვონ ძალა, რომელიც აამაღლებთ ამ ქვეყნიდან სულიერ სამყაროში, ეგოისტური სურვილებიდან ალტრუისტური თვისებებისაკენ, უანგარო გაცივისაკენ, სიყვარულისაკენ. თუ კი ისინი ამისათვის მოდიან, აუცილებლად მიიღებენ პასუხს. კედელმა, ირთულად კირ, ხომა, ქოთელმა, მათ უნდა მისცენ ეკრანი. რადგან კედელი არის ეკრანი. და თუ კი იქნება ეკრანი, მის გულში მესამე ბეით ამიგდაში აშენდება. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აშენდება მის გულში, ადამიანი შეძლებს მის აღწერას და მის შესახებ დაწერას მის ყველაზე უმცირეს ნაწილამდე, ელემენტამდე. ბეით ამიგდაშის ყოველი დეტალი ეს ადამიანის კავშირია უმაღლეს ძალასთან. ნამდვილი ლოცვა მხოლოდ ერთია. ლოცვა კაცობრიობისათვის. როცა ადამიანი ყველას ისე უერთდება, როგორც ერთი სხეული, როგორც ერთი ადამიანი ერთი გულით. ერთ დიდ გულში ერთიანდება მთელი კაცობრიობა. მხოლოდ ერთი ლოცვა აღწევს ზემო ბეით ამიგდაშამდე და იქიდან მოდის პასუხი. ეს ლოცვა იმაზე, რომ ყველა ჩვენთაგანი გავერთიანდეთ ერთად და ავმაღლდეთ სიწმინდემდე, ანუ შევიძინოთ სულიერი ძალები და ვიცოცხლოთ სულიერ სივრცეში. დაიბედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე ვიღირსებით ისეთ მდგომარეობას, რომ აშენდება იერუშალაიმი და ამ კედლებს ზემოთ მოვა ქალაქი, რომელიც მართლაც სიწმინდის ქალაქი იქნება, რომლის მთელი ფორმაც ზუსტად მისი ზემო, სულია ეფესის მიხედვით იქნება, ოლამ ჰააცილუთიდან. ეს არის იერუშალაიმი.